ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. სონატა კოლტერთან აუდიენციაზე ოპოზიციის ალიანსის ძლიერი საქართველო ლელოს და გიორგი გახარიას პარტიის ლიდერები იმყოფებოდნენ. მარკო რუბიოს თანაშემწის მოადგილესთან დისკუსიის მთავარი თემა რეჟიმის ანტიდემოკრატიული პოლიტიკა, უპრეცედენტო რეპრესიები და სწორედ ამის შედეგად შექმნილი კრიზისიდან გამოსავლის გზები იყო. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც. მანამდე სონატა კოლტერმა აუდიენცია გამართა ოლიგარქის პრემიერ-მინისტრთან და ოცნების პირველ დიპლომატთან. ამერიკელი მაღალჩინოსანი თბილისში ერევნიდან ჩამოვიდა. სომხეთში მისი ვიზიტის მთავარი თემა დაკავშირებადობა და ტრამპის გზის პროექტი იყო. მარიკა ბოლქვაძე ესაუბრა ოპოზიციონერ ლიდერებს ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება. მარიკა, გისმენთ. Diakhluka dakhurul kars migma opozitsiyis liderebtan shekhvedra daakhlobit 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრაზე მთავარი აქტორები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. როგორც ოპოზიცია გვეუბნება, რომლებიც ამ შეხვედრის მთავარი მონაწილეები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მისი წარმომადგენლებისთვის კარგად არის ცნობილი თუ როგორი პოლიტიკური სიტუაციაა განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში, თუმცა მათ მაინც მიაწოდეს ბოლო ცნობები საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან ერთად, რაც შეეხება მდგომარეობის შესახებ, რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას და იმ ინფორმაციას, რომელიც მიაწოდეს. განხილვის მთავარი საკითხი იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მისი მნიშვნელობა, აგრეთვე საქართველოს მნიშვნელობა შუა დერეფანში და იმ სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა და გაგრძელება, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეიძლება ითქვას, რომ შეწყვეტილია. როგორც ოპოზიციის ალიანსის და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები გვეუბნებიან, დეტალურად მიაწოდეს ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი პოლიტიკური ვითარება აქვს ქვეყანაში, თუ რამდენად კრიტიკულ ნიშნულზეა ახლა ქვეყანაში კანონის უზენაესობა და დემოკრატია დაყვანილი და რომ ამ ყველაფრიდან ერთადერთი გამოსავალი მათი აზრით არის ქვეყანაში, რომ ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები და ამ გზით მოხდეს ქართული ოცნების რეჟიმის ცვლილება. იყო ძალიან გულწრფელი საუბარი მასთან დაკავშირებით, თუ რა არის ახალი ამერიკის ადმინისტრაციის პრიორიტეტები ზოგადად გლობალურად, ისე როგორც ჩვენ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში, იყო ასთა გამოცდა, ჩვენ როგორ წარმოგიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და მათ შორის როგორი უნდა იყოს ამერიკასთან ურთიერთობები ამ ქვეყნის, გასაგებია რა უნდა იყოს როგორიც არის. საუბარი მათ შორის იმაზე, რომ დაპირებებსაც არ უნდა იზრდებოდეს ოცნება დღესაც იზრდებიან და ბუშნაც იზრდებიან დაპირებებს, რომ ეხა ამ ვიზიტზე არა და ეხა კიდე ორ კვირაში რაღაც ახალი ვიზიტი იქნება და მერე დავლაგდებით და რაღაცა, რომ ეს ყველაფერი ტყუილები და არის სისულელე. ძლიერ საქართველოს სჭირდება ძლიერი მეგობრები ამერიკის და ევროპის სახით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შეიცვალოს რეჟიმი, არამედ ძალიან სწრაფად აღადგინოთ ეს ურთიერთობები. ეს იყო ჩვენი ძალიან მკაფიო გზავნილი ამ შეხვედრაზე. განჩენ რაც შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, საქმის კურსში არიან ყველა იმ საკითხზე, რაც ხდება ქვეყანაში. ვერავინ ვერ შეძლებს ეხა ამ შეხვედრების რაღაცა ისევ გაყიდვათ იმით, რომ თითქოს რაღაცის ნორმალიზება შეიძლება მოხდეს იმ პროცესების, რაც საქართველოში ხდება. საქართველოს ეროვნულ ინტერესებს სჭირდება თავრობა, რომელიც ემსახურება არა ერთი კაცის ძალაუფლებას, ივანიშვილის და ფულს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს. და რომელსაც შეუძლია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან წყობრი ხედვის მიტანა, რატო არის მორალურად და პრაგმატულად მნიშვნელოვანი საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს თავისუფლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ივანიშვილის რეჟიმს ეს არ შეუძლია, აი დეფოლტით არ შეუძლია და ეს შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ ხელდაკრეფილები ერთსაერთი შევსვა ასპარეზზე ვერ ვიქნებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის, მისი უსაფრთხოებისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის. ამიტომ შეერთებულ შტატების ღრმა ჩართულობა რეგიონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ ხარს უჭერთ იმ ცდილობებს, რომელსაც ხედავთ შეერთებულ შტატების მხრიდან, რომ იყოს უფრო მეტად ჩართული მათ შორის უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პროექტებში, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს. საქართველოს ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კანონის უზენაესობის გარეშე არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის რა თქმა უნდა საქართველოში, შეუძლებელია ვისაუბროთ სტაბილურობაზე. და ის რომ საქართველოში სტაბილურობა არის აუცილებელი, ეს არის მათ შორის რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს თანმხლევრი ინტერესები.
ხმაყურებელს ვეტყვი იმას, რომ ვიდრე ოპოზიციის ალიანს და პარტიების ლიდერებს შეხვდებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მათ აუდიენცია გუშინ უკვე გამართეს ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრთან, აგრეთვე მაკა ბოჭორიშვილთან, კიდევ ერთხელ ისაუბრეს ურთიერთობების აღდგენასა და გადატვირთვაზე ოპოზიციის შეფასებით, როგორც მოისმინეთ, ურთიერთობების აღდგენა, გადატვირთვა ქართული ოცნების რეჟიმთან არ გამოვა, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინტერესები და ივანიშვილის ინტერესები ახლა ერთმანეთს არ ემთხვევა და რადიკალურად განსხვავებულია.